ახლა კიდევ უფრო მაღლა უნდა ავიხედოთ, მარიამ, 25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი უნდა მოვისმინოთ, ვისთვის იქნება დღევანდელი დღე ახალი შესაძლებლობებით სავსე, ვინ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე თანამშრომლებთან კომუნიკაციის დროს და რით იქნება გამორჩეული მოახლოებული შაბათ-კვირა, ამას სწორედ ნინას უსლოვა გვეტყვის. დილამშვიდები საქართველო, დღეს 25 ივლისია, პარასკევი. დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა და ამ დღის ენერგია საკმაოდ მშვიდი და დადებითია. ძალიან კარგი არის სამოულო გეგმებზე ფიქრი, თუმცა არ არის სასურველი ახალი ნაბიჯების გადადგმა. შეეცადეთ, რომ დღევანდელი დღე სწორად გამოიყენოთ. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნებზე. ვერძებო, დღის პირველი ნახევარი მარტივად შეგეძლიათ გამოიყენოთ ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად, ხოლო რაც შეეხება დღის მეორე ნახევარს, აქ თქვენი ენერგია არის ესეთი ჰარმონიული და მშვიდი იქნება. შესაძლოა გარკვეული ქაოსი და შესაძლოა გარკვეული შეცდომების დაშვება. შესაბამისად, შეეცადეთ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ, ხოლო დღის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდ გარემოში გაატაროთ. კუროებო, დღევანდელი დღე თქვენთვის საკმაოდ საინტერესო იქნება. კარგი იქნება სამოულო გეგმებისთვის საფუძვლის ჩაყრა. ამასთან ერთად მარტივად გამოგივათ ძველი საქმეების დასრულებაც. მოკლედ, დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი და აქტიური გექნებათ. შეეცადეთ, რომ სწორად გამოიყენოთ, არ გაფლონტგოთ დრო, რადგან დღეს საკმაოდ აქტიურები და პრაქტიკულები იქნებით. რაც შეგეხება თქვენ ტყუებებო, შეგეძლიათ ეს დღე გამოიყენოთ რაიმე ახალი ინფორმაციის მისაღებად. შეგეძლიათ დაიწყოთ ახალი წიგნის კითხვა, ან თუნდაც რაიმე ახალი, ის რაც სიახლეს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. ამასთან ერთად საღამო საკმაოდ საინტერესო იქნება შემოქმედებითი კუთხით, შესაძლოა ახალი იდეები გაგიჩნდეთ. და ასევე გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა თქვენი რჩევა საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდეს თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის. კითხვებისთვის დილა იდეალურია საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად. კარგი იქნება თუ ამ მიმართულებით რაიმეს განახორციელებთ. შეგეძლიათ რაიმე ახალი ნივთი შეიძინოთ, შეგეძლიათ რაიმე ცვლილება განახორციელოთ. ასევე კარგი იქნება თუ ახალ ნაბიჯებს გადადგამთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების მიმართ. მოკლედ, შეგეძლიათ გაახაროთ, გააბედნიეროთ ისინი. იყავით პოზიტიურები და შეეცადეთ, რომ თქვენს ირგვლივ გარემოც იყოს პოზიტიური. ლამებო, დღეს თქვენთვისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება ურთიერთობების თემა. შეეცადეთ, რომ გამოიჩინოთ დიპლომატია, დასაჭიროების შემთხვევაში დათმობაზე თქვენ თავად წახვიდეთ. გარდა ამისა, ნუ ენდობით პირველ ემოციას, პირველ შთაბეჭდილებას. შეეცადეთ, რომ ყველაფერი გადაამოწმოთ და შემდგომ გამოიტანოთ დასკვნები. რაც შეგეხება თქვენ ქალწულებო, კარგი იქნება თუ ფოკუსირდებით თქვენ სამოულო გეგმებზე. გარდა ამისა, მარტივად მოახერხებთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. დღეს არ არის სასურველი შენაძენების განხორციელება, თუმცა ძალიან კარგი არის ფინანსების სწორი მართვა და მისი დაგეგმა. შეეცადეთ იყოთ რაციონალურები და სწორად გათვალოთ ხარჯები. სასწორებისთვის დღევანდელი დღე საკმაოდ წარმატების მომტანი იქნება. მარტივად მოახერხებთ ყურადღების ცენტრში ყოფნას. მარტივად მოახერხებთ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას. გარდა ამისა, შესაძლოა საკმაოდ საინტერესო შემოთავაზებები მიიღოთ. მოკლედ, შეეცადეთ, რომ დღევანდელი დღე მაქსიმალურად გამოიყენოთ, იყავით აქტიურები და სოციალურები. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ წარმატებას მარტივად მიაღწიოთ. მორიელებო, დღევანდელი დღე თქვენთვის საკმაოდ საინტერესო იქნება. მარტივად მოახერხებთ ნებისმიერი სირთულის საქმისთვის თავის გართმევას. ამასთან ერთად ის, რაც ადრე რთულად გეჩვენებოდათ, დღეს ძალიან მარტივად დაინახავთ გამოსავალს. მოკლედ, შეეცადეთ, რომ დღევანდელი დღე ტყუილად არ გაფლანგოთ, რადგან ძალიან მარტივად გამოგივათ ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა. რაც შეგეხება თქვენ მშვილდოსნებო, დღის პირველი ნახევარი თამამად შეგეძლიათ გამოიყენოთ აქტიურობისთვის ან საქმეების შესასრულებლად. ხოლო რაც შეეხება დღის მეორე ნახევარს, კარგი იქნება თუ შედარებით მშვიდ გარემოში გაატარებთ. შეგეძლიათ წახვიდეთ მეგობრებთან ერთად, ან შეგეძლიათ რაიმე ახალი ადგილი მოინახოთ. მოკლედ, დღის მეორე ნახევარი არ არის სასურველი რუტინული საქმიანობის განსახორციელებლად. დღის რქებისთვის დღეს ძალიან კარგი იქნება საკუთარ იმიჯზე და ავტორიტეტზე ზრუნვა. შეეცადეთ, რომ სწორად გადაანაწილოთ ვალდებულებები. ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას და ამასთან ერთად შეეცადეთ, რომ ყველაფერი გაასწოროთ, დაასრულოთ და არ დაიტოვოთ რაიმე დაუმთავრებელი საქმე. მოკლედ, ორიენტირდეთ მაქსიმალურად საკუთარ თავზე და საკუთარ მომავალზე. მერწყულებო, თქვენ შემთხვევაში დილა უმჯობესია, რომ მშვიდ გარემოში გაატაროთ. შეეცადეთ, რომ ამ პერიოდში არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები. ხოლო დღის მეორე ნახევარი შეგეძლიათ თამამად გამოიყენოთ აქტიურობისთვის ან რაიმე ახალი ნაბიჯების გადასადგმელად. მოკლედ, შეეცადეთ, რომ დღევანდელი დღე სწორად დაგეგმოთ. ამასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ადამიანებთან კომუნიკაციას. ხოლო რაც შეგეხება თქვენ თევზებო, დღეს შესაძლოა ზედმეტად ემოციურები იყოთ და მწვავედ რეაგირებდეთ ყველაფერზე. ამასთან ერთად მოგიწევთ ფინანსური საკითხების მოგვარება, თუმცა არ არის სასურველი შენაძენების განხორციელება. პირიქით, კარგი იქნება თუ ერთგვარ შეჯამებას გაუკეთებთ, გადახედავთ ბიუჯეტს. ხოლო რაც შეეხება უქმე დღეებს, შაბათის და კვირის ენერგიაც საკმაოდ დადებითია, თუმცა გაითვალისწინებთ, შაბათს არ არის სასურველი რაიმე სახის აგრესიის გამოხატვა, ხოლო კვირას გმართებთ წინდახედულობა და სიფრთხილე. მიუხედავად იმისა, რომ მარტივად შეგეძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მე გემშვიდობებით და გისურვებთ ბედნიერ ზაფხულს.